მელას ხმა ესმა. ხელი ჩრდილების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, პედაგოგი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, დრამატურგი გელა კანდელაკი 72 წლის გახდა. იგი 1940 წლის 27 მაისს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტისა და მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტები. შექმნა ხელი ჩრდილების თეატრი ბუდრუგანა. დასი აფხაზეთიდან დევნილი მსახიობები დააკომპლექტა და თეატრსაც ბუდრუგანა გაგრაუწოდა. სულხან საბა ორბელიანის იგავ-არაკებზე აგებული აქვს სპექტაკლი სოფლის მაშენებელნი. ის პერიოდულად რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე იდგმება. ფესტივალებითა და გასტროლებით კი მსოფლიო აღაფრთოვანა. საიდან შეისწავლა ამის ტრადიციები ძნელი სათქმელია. მაგრამ მე გააკეთა ჩრდილების თეატრი. მე მაგალითად არ მგონია რომ ნაკლები იყოს ეს ვიდრე ადამიანების თეატრია. ძალიან კაი თეატრია, უყურებდა მეცინება და მუსიკა კარგად არის გამოყენებული და მე ეს ახალგაზრდა მსახიობები ძალიან დაუსტათდნენ. ძალიან ოსტატურად აკეთებენ თითებით მოძრაობას. ხო და ძალიან კარგი შეხამება მუსიკისა და პლასტიკის. ჩრდილების თეატრის გარდა ბატონი გელა ცდილობს ფილმის ხმელეთის 0.57%-ის მეორე ნაწილის გადაღებას. მას ფიქრი სოფელზე ეწოდება. სოფელს თუ არ უყვარხარ, სოფლიდან ნაგეხვიდე მაშინ. ფილმის პირველი ნაწილი 2 საათიანი მხატვრული დოკუმენტური ჟანრისაა. ის საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია გადაღებული. მაშინ სოფლის საუკუნეობრივი სიბრძნეა აღწერილი. ფილმმა საფრანგეთში სორეზის ფესტივალზე 2010 წელს გრან-პრი აიღო. გელა კანდელაკი სოფელი გერმანიის, ლიტვისა და საფრანგეთის ტელევიზიებმა აჩვენეს. ისე მიმაჩნია რომ ძალიან ორიგინალური რეჟისორია. ძალიან პროფესიონალური რეჟისორია. მე მაგრამ ხალხი აღზარდა. აღზარდა მსახიობები მოიყვანა თითქმის ქუჩიდან და მსახიობებად აქცია. ესეც ხო მისი მეთამსახურებაა. გელა კანდელაკმა დაასრულა მუშაობა მხატვრულ დოკუმენტურ ფილმზე იაკობ გოგებაშვილი. რეჟისორი მუშაობს მხატვრული ფილმის სცენაზე თბილისელები. დაასრულა ანიმაციური ფილმი ვან გოგზე. უშაკი ჩხეიძის საკითხულ ვეფხვი და მოყმეს მიხედვით 12 წუთიანი ანიმაციური ფილმი მოამზადა. ერთობლივ სპექტაკლზე ლიტურ დასთან თანამშრომლობს. 1979 წელს დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით გადაიღო ფილმი უბედურება. მე ვფიქრობდი რომ მთელი ევროპა შემოივლიდა ეგ სურათი. ასეთი გასახანი მე მგონია მანდამაიც რუსეთმა არ მიცა მაგ სურათს. იმიტომ რომ ალბათ შეიძლება ამიტომ რომ იქ არ არის ახლა ისეთი რამე რომ მაყურებელმა არ იქა ბილეთი აიღოს და წამოვნახო და კვლელობა არ არის და სიყვარული არ არის და რაღაც ასეთი ამბები არ არის იქ. მაგრამ იქაც ზნეობრივი ამბებია. ერთი დავით კლდიაშვილი ხო იცით ამისი დიდი რეალისტი სურათი იყო და მაგან ეს ასე გააკეთა. 42 წლის წინ გელა კანდელაკმა ოთარ იოსელიანის ფილმში იყო შაშუმგალობელი მთავარი როლი შეასრულა და გამორჩეული სახე შექმნა. ეტყობა ოთარმა ძალიან ზუსტად აარჩია გელა, რომელიც ჩანს რომ არის უპატიოსნესი, არის ნებისყოფიანი და არის პატიოსანი. ესე იგი ეს გმირი თავიდანვე ავტორის მიერ არის დანახული ასეთი იმ პერიოდის გმირი. ასე რომ გელა ამას შეიძლება ითქვას ზუსტად ეგეთია. ხელის ჩრდილების თეატრის ერთ-ერთი სპექტაკლია „რასაოცარი დღეა“, რომელიც ადამიანის დაბადებას, ბავშვობას, სიყვარულს, განშორებას, სიკვდილს, სულის უკვდავებას ეხება. 27 მაისს ჩრდილების თეატრის შემქმნელისა და რეჟისორის გელა კანდელაკის და ახლა უკვე დასის გადაწყვეტილებით ჩრდილების თეატრის დაბადების დღეა. მართლაც რასაოცარი დღეა.